Ready? Yeah. 3, 2. And action. They call it mind expanding. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის შავი სარკის ახალ სეზონს მაყურებელი მალე იხილავს. სერიალის მე-7 სეზონის პრემიერა 10 აპრილს გაიმართება. ის 6 ეპიზოდისგან შედგება, სადაც ტექნოლოგიის ბნელ მხარესა და ადამიანის ბუნებას იკვლევენ. Last season actually started out as a sort of გასული სეზონი უფრო მეტად საშინელებათა ჟანრის სერიალის დასაწყისი გავდა. თუმცა ამჯერად უკვე ვიცოდი თუ რისი ჩვენება მსურდა. შავი სარკე ეს სამეცნიერო ფანტასტიკაა და მინდოდა რომ ყველა მოთხრობილ ამბავში ტექნიკური ელემენტები ყოფილიყო. ამ სეზონში თითოეული ისტორია ტექნოლოგიას უკავშირდება. თემატიკა ეხება ადამიანების ცხოვრებას, კერძოდ უარესდება მათი ცხოვრება, თუ პირიქით უმჯობესდება იმის გამო, რაც ამა თუ იმ დროს ხდება. revolves around some sort of form of technology. Don't freak out. სერიალში 6-ვე ეპიზოდი განსხვავებულია, თუმცა ერთ-ერთი აგრძელებს ემის გამარჯვებული მეოთხე სეზონის ფავორიტი ეპიზოდის ისტორიას. 30 million players versus the 5 of us. მე-7 სეზონში მონაწილეობენ რაშიდა ჯონსი, კრის ოდაუდი, ბილი მაგნუსენი, კრისტინ მილიოტი, ტრეისი ელის როსი, უილ პოულტერი და სხვები. მათ შორის არიან ისინი, ვინც ამ სერიალს გასვლის პირველივე დღიდან გულშემატკივრობდნენ. Clara inbound. It's crazy the mind of Charlie Brooker. I don't. ჩარლი ბრუკერი სულ სხვანაირად ფიქრობს. ჯერ ბოლომდე ვერ ხვდები მის ჩანაფიქრს, მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდები წავიკითხე და ვნახე კიდეც. თუმცა ვიცი, რომ ეს გენიალურია. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ის ერთ-ერთი რამ არის, რისი დიდი თაყვანისმცემელიც ვიყავი ადრე და ახლა მეც მისი ნაწილი ვარ. მე ყოველთვის შემეძლება რომ მოვიხედო უკან და ვთქვა რომ ჩემს ცხოვრებაში იყო სირთულეები, მაგრამ ასევე იყო ეს ბრწყინვალე დრო. ეს სიზმარია. ეს საოცნებო სამუშაოს გავს, რადგან სცენარი ძალიან კარგია. ხალხს ეს მოსწონს. მე პირველივე სეზონიდან ვიყავი შავი სარკის თაყვანისმცემელი და ყოველ ჯერზე როცა ამ სერიალის ეპიზოდში მონაწილეობ მიხარია. Redream is a system that we're using. We're making a movie. შავი სარკე მაყურებელმა პირველად 2011 წელს იხილა. ის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშადაა მიჩნეული. სერიალის ყოველი ეპიზოდი ცალკე ისტორიაა. მოქმედება კი ძირითადად ახლო მომავალში ხდება. მათში სხვადასხვა მსახიობები თამაშობენ. განსხვავებულია მოქმედების ადგილისა და სცენარიც. სერიალში ნაჩვენებია თანამედროვე საზოგადოება, განსაკუთრებით კი მასზე ტექნოლოგიების ზემოქმედების შედეგი.